ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩემპიონატის Lamborghini Black Paint Super Trophy-ს 2014 წლის ფინალი წელს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში იმართება. ყველაზე სწრაფ და ძვირადღირებული ავტომობილების ბოლოს სეპანგის ტრასა მასპინძლობს. გამოც GDP-ია Super Trophy-ზე იმყოფება არის აი ეს მწვანე Lamborghini Gallardo, რომლის საჭესთან ქართველი ბორელი შოთა აფხაზავაზის. Карьера на самом деле начиналась достаточно. ჩემი კარიერა ბანალურად დაიწყო. ბავშვობაში კარტინგით ვიყავი დაინტერესებული. ვერ ვიტყვი რომ პროფესიონალურად. მოგვიანებით შევედი პროფესიულ სასწავლებელში, სადაც სწავლობდი სარბოლო მანქანების აწყობასა და პროექტირებას. როდესაც 30 წელი შემისრულდა დაუბრუნდი მრბოლელის კარიერას. დავდიოდი ფორმულით, ლეგენდ კლასით. ნახევარი წლის წინ პირველად დავჯექი ავტომობილ Lamborghini-ზე. წელს კი გადავწყვიტე მთელ სეზონში მიმეღო მონაწილეობა და არც თუ ისე ცუდად გამომივიდა. მოვახერხე Super Trophy-ს ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილის დაკავება. ახლა კი წინ მსოფლიო ფინალი მელოდება. წრიული ჩათვლით ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე ადგილის შემდეგ შოთა აფხაზავას წინ საკმაოდ რთული რბოლა ელოდება. Lamborghini Black Paint Super Trophy-ს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მე რამოდენიმე წუთი არის დარჩენილი სტარტამდე, როგორ ფიქრობ, როგორი შანსები გვაქვს? შანსი რო არ გქონდეს აქ არ ვიქნებოდით, ანუ მებრძოლები ვართ, ყოველთვის ანუ რთულია რა თქმა უნდა, ანუ შეერი ვამხელა ოჯახში, ესე ძვირიან ოჯახში, იბრძოლო და თან პოდიუმზე მოვხდე. მაგრამ ნუ ნახოთ რა იქნება რბოლის ბოლოს, ანუ წიწილებს შემოგვაწეთქიან შედეგებს რბოლის ბოლოს. ერთ წუთიანი მზადყოფნა ცხადდება სტარტამდე, ჩვენ კი შოთას წარმატება უსურვოთ. Lamborghini Black Paint Super Trophy-ს ისტორია 2009 წლიდან იწყება. რბოლები ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში იმართება. ყველაზე პოპულარული ჩემპიონატი მონმარკის კლასის ავტომობილებს შორის პროფესიონალების, პროფესიონალ მოყვარულებისა და ჯენტელმენების კლასად იყოფა. თითოეული ეტაპი ორდღიანია. შეჯიბრის განმავლობაში აუცილებელია ერთი პიტ-სტოპის გაკეთება. ეს ულამაზესი სანახაობა კი 55 წუთს გრძელდება. შოთა აფხაზავას გამოსვლა კვლავ წარმატებული აღმოჩნდა. ძალიან დიდი კონკურენციისა და დაძაბული ბრძოლის მიუხედავად, მან შეძლო პოდიუმზე მოხვედრა და მსოფლიო ფინალზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. რთულ პირობებში მიწევდა გამოსვლა, მაგრამ მაინც მოახერხე და ფინიშზე მესამე მოვედი. შეცდომა ჩვენ თვითონ დავუშვით. თავისუფლად შეგვეძლო მეორე ადგილისთვის ბრძოლა. 8 წამით მეტი გავჩერდი პიტ-სტოპზე, ჩემი შეცდომაა. ცოტა დროის შეგრძნება დავკარგე, მაგრამ მაინც ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ჩემ მეგობრებს, რომლებიც ჩემს მხარდასაჭერად აქ ჩამოვიდნენ. ჩემს ქვეყანას გვერდში დგომისთვის და ჩემს ცოლს. მე მაინც ბედნიერი ვარ. В общем, я самый счастлив. Amazing because we start the last. დაუჯერებელი რბოლა იყო. ჩვენ სტარტი ბოლოდან დავიწყეთ. რამდენიმე წრეში უკვე მოვახერხე მეოთხე პოზიციაზე გადანაცვლება. ბოლოს კი მხოლოდ ერთი მანქანის გადასწრება ვერ შევძელი. In the last lap and I can overtake დაუჯერებელია რომ დღეს პოდიუმზე აღმოჩნდი. we are very happy.
ძალიან კარგი იყო. Ფიქრობ, რომ ბიჭებმა დამსახურებულად მოიპოვეს საპრიზო ადგილები მსოფლიო ფინალზე. არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ფინალი ტრადიციულად გალავახშმით დასრულდა. გაიმართა Lamborghini Huracanis პრეზენტაცია და განიხილეს შემდეგი სეზონის გეგმები. ძალიან გმაყოფილი ვარ, რადგან ეს ყველაზე მასშტაბური ფინალი იყო, რაც ჰქონია სუპერ ტროფეოს დაწყებიდან. ფიქრობ, ძალიან კარგი ღონისძიება ჩავატარეთ. ყველა ძალიან ბედნიერია და მოუთმენლად ველოდებით 2015 წლის სეზონს, რადგან ეს იქნება ახალი ავტომობილის წელი. ჩვენთვის მთავარია, რომ შევქმნათ ძალიან მეგობრული და კომფორტული გარემო ყველა მონაწილისთვის. რადგან თითოეულმა მათგანმა უნდა იგრძნოს თავი იმ დიდი ოჯახის წევრად, რასაც Lamborghini ჰქვია. Очень интересные гонки. სინამდვილეში ძალიან საინტერესო რბოლაა. რა თქმა უნდა, საკმაოდ ძვირად ღირებულია, თუმცა ამათ ნამდვილად ღირს. ჩვენმა გუნდმა უკვე მოაწერა ხელი ახალი ავტომობილის შეძენის კონტრაქტს. ეს იქნება ახალი თაობის Lamborghini Huracan. უფრო სწრაფი და უფრო ძლიერი ავტომობილი. ამიტომ მე შემდეგ წელსაც გავაგრძელებ მონაწილეობას. Я планирую в следующем году продолжить участие в гонках. Now this will come our second race team.